ნანუკა, შენ იცნობ ნოშერევან ნამორაძეს და თუ გჯერა მისი ნათქვამის რომ დავით კოდუას ცემის მოტივი პირადი შურის ძიება იყო და მას ამაში არავინ ეხმარებოდა. მოგესალმებით, მე ნოშიკო ნამორაძეს ვიცნობ, ოღონდ არა კოდუებიდან. მე ნოშიკო ნამორაძე გავიცანი როგორც რუსთავიორის კორესპონდენტმა, მაშინ როდესაც მან ბიგ ბენში ორმხრივის როლის დროს დაჭრა თავის მეგობარი და ბიზნეს პარტნიორი კურცხალია და მაშინ მე როგორც კორესპონდენტი ვაკეთებდი სიუჟეტს, ეს არქივის კადრები გავიდა კიდევ თქვენთან. კურცხალია იყო მისი მეგობარი და ასევე ბიზნეს პარტნიორი და ნოშიკო ნამორაძეს ჰქონდა რაღაც გარჩევა კურცხალიასთან, რომელზეც შუა ცენტრში ჭავჭავაძეზე ორმხრივის როლაში გადაიზარდა, დაჭრილი იყო მაშინ. რაც შეეხება მეგობრობას, ის იყო მეგობარი დავით კოდუასი, ასევე მათ ჰქონდათ გარკვეული უთანხმოება ბოლოს. ერთადერთი რა ინფორმაცია შემიძლია მე მოგაწოდოთ არის ის, რომ ნოშიკო ნამორაძეს დღეს გამოძიებისთვის პირველი ჩვენება არ მიუწია. არჩევნების შემდეგ მან არაერთი ჩვენება მიცა დავით კოდუას წინააღმდეგ და ის ამ ჩვენებებში ირწმუნებოდა იმაში, რომ დავით კოდუასთან ჰქონდა რაღაც გარკვეული ბიზნეს დავა და შემდეგ უკვე დაიკითხა კიდეც ირაკლი ზაქაიძე ამ საქმესთან დაკავშირებით და არა მხოლოდ რამდენიმე მოდი ესე ვთქვათ მოწილე ბიზნეს პარტნიორი მათი რის შემდეგაც მათი დაკითხების და გარკვეული დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ საქმე აღარ მიეცა მსვლელობაში. ასევე მე ერთ-ერთ გადაცემაში ვნახე ნოშიკო ნამორაძის მეუღლე, რომელმაც გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რაღაც გარკვეულ მანქანასთან დაკავშირებით და მე მხოლოდ იმიტომ რომ მაინტერესებდა ეს ინფორმაცია გადავამოწმე და გავიგე რომ ეს მანქანა შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე იმყოფება, იმ შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზეც, რომელიც მინისტრიც არის ბატონი ჭიკაიძე და არავის მანქანა პირად საკუთრებაში არ მიუქცევია, რაზეც საუბრობდა ნოშიკო ნამორაძის ცოლი, მე მაინც მინდა რომ ეს დავაზუსტო. შეიძლება მას უბრალოდ ინფორმაცია არ აქვს და მივაწოდებ ამ ინფორმაციას, ანუ შეიძლება ვიღაცა მოატყუა რომ ვიღაცამ პირად საკუთრებაში მიაქცია ეს მანქანა. ამ დავების შესახებ იყო სულ საუბარი და თბილისი ძალიან პატარა, ამის შესახებ ალბათ ძალიან ბევრმა იცის. მაგრამ ის რომ ნოშიკო ნამორაძე იქ იყო, ცოტათი საეჭვია, იმიტომ რომ ნოშიკო ნამორაძე არის დათო კოდუას ბავშვობის მეგობარი, არაერთხელ ყოფილა სახლში და გამორიცხულია, ძიძამას იცნობდა. არასებულია რომ თან ის ამბობს რომ ის იყო მარტო. ხო, მარტო რო არ იყო უკვე ვიცით. რამდენად ტოვებს დაბჭილებას, რაც ჩვენ ნახეთ ფოტოები, რამ მდგომარეობაშია დავით კოდუა. არა, უამრავი თვითმხილველი არსებობს, რომლებიც იტყვიან, რომ მესმის და თან უამრავი თვითმხილველი არსებობს, რომლებიც იტყვიან და თან აღწერილობა ამ ადამიანების შავი ყველას ერთნაირი ჩაცმულობა, კი არ დაემთხვა ფერებში კი არ იყოს მხოლოდ დამთხვა, ერთნაირი ჩაცმულობით ადამიანები, ელექტროშოკებით. ნუ მაშინ გამოდის რომ დღეს ჩვენ ვაღიარებთ რომ 90-იან წლებში დავბრუნდით, სადაც ძალიან კარგად სხვადასხვა უბნის წარმომადგენლები პოლიციის ქვედა დონესთან აგვარებდნენ, მაგალითად ვერელები, მთაწმინდელებს რომ უკაცრავად და ჩაცხილავდნენ, აგვარებდნენ იქვე ადგილობრივ პოლიციაში რომ მათი გაქცევა ადვილად მომხდარიყო, ან მაშინ ცოტათი სხვა რაღაცასთან გვაქვს საქმე, თუმცა რას გულისხმობ ცოტათი სხვა რაღაცაზე? ნანუკა, შენ როგორ ფიქრობ, მაშინ რა შეიძლება იყოს ამ ასეთი დაუნდობელი ფიზიკური ანგარიშწორების მიზეზი? შეიძლება ეს უკავშირდებოდეს მაგალითად შენს მეუღლეს ერეკლე კოდუას, რომელიც ბრალდებულია, რომელიც ძებნაშია და რომელსაც ბრალი ბოლოს დაუმძიმდა ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტთან დაკავშირებით. მე გეტყვით, თავისთავად ეს ფაქტი მაინც ირიბად უკავშირდება ირაკლი კოდუას, იმიტომ რომ ირაკლი კოდუას სამსახურის მიერ იყო ნოშიკო ნამორაძე დაკავებული. მე არ ვიცი, მე ვერ დავიწყებ ახლა აქ საბრალდებო ნაწილზე საუბარს, მე არ ვიცი აქ ანუ და არც ვიცი ამ საქმის დეტალები და სწორედ ამის შემდეგ გაფუჭდა ურთიერთობა მეგობრებს შორის, დათოსა და ნოშიკო ნამორაძეს შორის ბიზნეს პარტნიორული ურთიერთობიც აირია. მე კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო და ხაზი გაუშვდა, რომ ნოშიკო ნამორაძე ჩვენება დღეს პირველად არ დაუწერა, ის ჩვენებებს წერს 1 ოქტომბრის შემდეგ და დღევანდელი უწყება იყო დაინტერესებული ამ საქმის გამოძიებით, ძალიან იყო მცდელობა, მაგრამ სხვა ბიზნეს პარტნიორებიც არსებობენ, რომლებიც მათ სხვა მტკიცებულებები წარადგინეს, რის გამოც საქმის არაღრა მოხდა. მაგრამ არის რაღაც კითხვები, რაზეც უბრალოდ პასუხებია საინტერესო. ერთი ეს არის, რომ დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ არც ერთი კამერა იქ არ არის, სადაც მომშემთხვევის ადგილი მოხდა. თუმცა მე ჩემმა მეუღლემ ამ შემთხვევაში, უცნაურად ერეკლე კოდუას მეუღლის სტატუსი წარმოადგენა, მხოლოდ პირველად წარმოადგენს ამ სტატუსს ესაჯაროდ. თქვა რომ ოპერატიული შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მიმეწოდებინა ეს რუქა. ეს არის რუქა, მარკერებით მონიშნული არის ყველა ის ვიდეო კამერა, რომელიც გადაიღებდა მომხდარს და თან ძალიან კარგად. მან ასევე მთხოვა ყოფილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილმა თანამშრომელმა ამ შემთხვევაში როგორც ოპერატიულმა მუშაკმა ერეკლე კოდუამ და პოლიტიკური სიმპათიები ჩვენ ამ ადამიანის მიმართ გვაქვს თუ არ გვაქვს ამ უწყებაში ყველა აღიარებს რომ რაც იცის ეს ოპერატიული
სამზებრო სამსახური მან ძალიან კარგად იცის, მათ შორის ამას აღიარებენ დღევანდელ უწყებაშიც. ასევე ვთხოვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გადამეცა კონკრეტულად ვიდეო თვალის კონკრეტული ახლოდან გადაღებული სურათები. ეს არის ტაო პრივატ ბანკი, ეს არის GPC, ეს არის ტრენდი მაღაზია, ეს არის ქუჩაში დაყენებული კამერა სათვალთვალო, ეს არის PSP და ეს არის კიდევ ერთ-ერთი რესტორანი, რომელიც მდებარეობს იქ. ანუ 8 ვიდეო თვალი არსებობს და ძალიან მარტივია და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საქმე რა მუხლით აღიძვრება, იმიტომ რომ ეს არის მესმის რომ ეს ტექნიკური დეტალია, მაგრამ მაინც ძალიან მნიშვნელოვანია წელზევით მიყენებული ზიანი, რომელიც არის ჯგუფური თავდასხმა და ძალიან მნიშვნელოვანია შინაგან საქმეთა სამინისტრო საით წაიყვანს. ახლა ამის და მიხედვით უკვე უფრო გამოჩნდება დეტალები. ნანუკა, აი შენ პირდაპირ ამბობ, რომ იქ არსებობს კამერები, რომლებსაც შეეძლო ეს ყველაფერი რა მოხდა დღეს დაეფიქსირებინა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროდან ჩვენ ჯერ ამის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროდან გვაქვს ინფორმაცია, რომ არ არის. ის კამერები არ არის დაყენებული და ამიტომ შესაბამისად მასალა არ არსებობს. აქედან გამომდინარე, რამდენად ენდობი შენ საერთოდ გამოძიებას და გამოძიების ყველა ოფიციალურ ვერსიას დაიჯერებს საბოლოოდ? ერთი რაც მინდა ვთქვა, რომ ის არის, რომ დავით კოდუას CMS 4 წლის შვილთან ერთად. არავინ არ იფიქრებს, რომ მე ახლა ამ თამით სპეკულაციობ და არავინ არ იფიქრებს, რომ ვინმეს გულის აჩუყებას ვფიქრობ. არა, ეს არის ფაქტი, რაც მოხდა დღისით, მზისით, შუა აბაშიძეზე, იქ სადაც ადამიანები თავისუფლად მოძრაობენ, ელექტროშოკებით შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. ერთი არის, რომ ჩვენ ვართ ან 90-იან წლებში და ორმხრივი სროლები ამ ქალაქში დაიწყება და ფაქტობრივად ესე გამოდის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო აღიარებს, რომ ნოშიკო ნამორაძე რომ არ ჩაბარებულიყო, მათ კამერებიც კი ვერ იპოვეს შუა ქუჩაში. 8 კამერა და ჩვენ აღიარებთ, რომ ორმხრივი სროლების დრო დაიწყო. ან მეორე არის ის, რომ ბევრი კითხვაა, რომლებსაც პასუხი და ყველაზე მთავარი არის ბრალი, მუხლი, რა მუხლი წაეყენება ნოშიკო ნამორაძეს, რამდენი წელი მოუწევს მას პატიმრობაში მყოფნა და შემთხვევით ხომ არ აღიძრება საქმე მსუბუქი დაზიანების მუხლით ან კიდევ რაღაცა სხვა მუხლით. ან დეტალებს აქვს არსებითი მნიშვნელობა. და მე მინდა უთხრა ყველა ადამიანს, რომ მე მესმის გარკვეული ადამიანების რაღაცნაირი დამოკიდებულება ამ თემების მიმართ და ბევრს დღეს აქვს შურისძიების мотиваცია და ის мотиваცია რომ ბევრი ფიქრობს რომ დაკავებულია სოდის მიერ ადრე წარსულში და აქვს რაღაცნაირი სხვა დამოკიდებულება. ეს არის ეშმაკის ბორბალი და თუ ამ ეშმაკის ბორბალზე ვიტრიალებთ, დამერწმუნეთ რომ ეს იქნება ძალიან ცუდი ჩვენი შვილებისთვის. დიდი მადლობა ნანუკა ჟორჟოლიანი გვერდებოდა